ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები. განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სარეკრეაციო სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. დღეს ვიმყოფებით ქალაქ ფოთში, სადაც დაგეგმილი გვაქვს 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ ხეივნის სრული რეაბილიტაცია. სასეირნო ბილიკების, საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი დენდროპროექტით მთლიანი ხეივნის გამწვანების მოწყობა. ფოთში იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი 9 აპრილის ხეივნის სრული რეაბილიტაცია. დღეს გავიარეთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად პროექტის დეტალები და ჩვენ დარწმუნებული ვარ მივიღებთ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთ ულამაზეს სივრცეს, რომელიც ისტორიულად იყო ყოველთვის ფოთელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი შეკრების ადგილი და მისი განახლების შემდეგ აუცილებლად არა მარტო ფოთელებისთვის, მთელი საქართველოსთვის და ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი გაჩნდება.